გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. ხვალ 2025 წლის 10 ივნის ზუსტად 10 წელი სრულდება, რაც ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდები წვიმამ ჩარეცხა. ანუ ეს მოხდა 2017 წლის 10 ივნის. მუზეუმის შენობაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2020 წლის ივნისში, ახლა არის 2025 წლის ივნისი, მუზეუმის შენობაში გახსნილი საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ფოლკლორის ცენტრი ბრწყინავს, ხოლო ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე კვლავ მოუწყობელია. კარგი და სასიხარულო არის ის, რომ ოზურგეთის მუზეუმში უკვე წელიწადზე მეტია წყალი აღარ ჩასულა. მოდით თანმიმდევრულად გავყვეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 2016 წლის 10 ნოემბერს გადაღებულ ვიდეო მასალას წარმოგიდგენთ, რომელიც თავის დროზე ოზურგეთის მერიის ვებგვერდიდან ჩამოვტვირთე და დავაარქივე. რამდენად ეს მაგრამ და ტერასა ხო გეცდება შემდეგ ხურავზე ხო მასალი გეცდება ერთიანი ხო? გასხობა გაგილების სისტემა უნდა გაკეთდეს ერთიანი. დასრულება გარე პერიმეტრის იგივე ჩემთან სამუშაოები უნდა დავიწყოთ მუზეუმის გარემოს. ჩვენ იმუშავებთ ცელი არაფერზე არ შეისწავლა. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ უნდა უთხრა ჩვენს თანაქალაქელებს. პარალელურად თეატრის რეაბილიტაციასთან ერთად უკვე დაიწყო ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ქალაქი გახლავთ ფოლკლორის ცენტრი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ ფოლკლორის ცენტრისათვის მუნიციპალიტეტმა გამოყო მუზეუმის ერთ-ერთ ფლიგელში ფართი, სადაც სწორედ ახლა მიმდინარეობს რეაბილიტაცია და განთავსდება ფოლკლორის ცენტრი. გავაკეთებთ მეორე ფლიგელის რეაბილიტაცია, სადაც განთავსებული იქნება მუზეუმი, ოღონდ მუზეუმი აღსგება თანამედროვე სახით და არა ისეთი სახით, როგორც დღემდე არსებობდა. ეს არის უდიდესი სიხარული, უდიდესი გამარჯვება იმ ხალხისთვის, იმ ადამიანისთვის, ვისაც ძალიან უყვარს ქართული ფოლკლორი ხელოვნება. იწყება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლების რეაბილიტაციის სამუშაოები. აქედან განხორციელდება, ეს გახდება დასავლეთ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობის ოფისი იქნება, სადაც იქნება საკონცერტო დარბაზი, სადაც ხმის ჩამწერი სტუდიები, სალოდბარო სკოლები განლაგდება და რაც მთავარია, გადმოდის ფონდი, საცავი მთლიანი საქართველოს ფონდი, რომელიც ანზორი ორქობამაშვილმა თავის ტრიბუნებით მოიპოვა მთელ ცხოვრებას, აქ დაიდებს ბინას. ასე დაიწყო ოზურგეთის მუზეუმის ხარჯზე ფოლკლორის ცენტრის აშენება, დამშვენება. ფოლკლორის ცენტრი მალევე გაიხსნა, ხოლო მუზეუმი დღემდე დაჩაგრულია. ესე იგი, ფოლკლორის ცენტრს მისცეს მუზეუმის შენობის ერთი დიდი ნაწილი, ანუ მუზეუმის ნახევარი, მთელი ფლიგელი. და იქ გამალებული სამუშაოები დაიწყო, როგორც ნახეთ, 2016 წლის ნოემბერში მაპატიეთ. გავყვეთ მოვლენებს და ახლა ვნახოთ 2017 წლის 16 ივნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული სიუჟეტი.
სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს შენობა ინგრევა, უნიკალურ ექსპონატებს კი განადგურება ემუქრება. სურათი ყოველი ნალექის დროს კიდევ უფრო მძიმდება. თანამშრომლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას ფოლკლორულ ცენტრს აკისრებენ, რომელსაც 3 წლის წინ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაეცა. წვიმისგან სველი ექსპონატები, აყრილი იატაკი, ჩამონგრეული კედლები და გადახდილი სახურავი. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი დღეს ასე გამოიყურება. დანესტილ ოთახებში დაცული კულტურული მემკვიდრეობა განადგურების პირასაა. საცავები, სადაც 6000-მდე უნიკალური ექსპონატი ინახება, ძლიერი წვიმის შედეგად მოსულმა უხმა ნალექმა დააზიანა. დასველებულ ნახატებს, დოკუმენტებსა და წლების განმავლობაში ნაგროვებ ექსპონატებს ფონდების მცველი მანანა ლომაძე ელექტროქურასა და მზეზე აშრობს. თიხა ვერ უძლებს წვიმას და დაზიანებულია ნივთები. აქ თქვენ ხედავთ, ჩალაგებული ახალ ყუთებში, რადგანაც ყველა ყუთი აბსოლუტურად სველი იყო. სიმაღლეზე შემოვდეთ აქ მაგიდაზე და ზემოთ დავაწყოთ ყუთები. მუზეუმის თანამშრომლები იხსენებენ, რომ პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს ოზურგეთის საკრებულომ შენობის ერთი ნაწილი უზუფრუქტის წესით ფოლკლორის ცენტრს გადასცა. გადაწყვეტილების მიღების დროს საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე იყო, ფოლკლორის ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი. მუზეუმის თანამშრომლები დღეს არსებულ ვითარებასაც სწორედ შენობის მეორე ფლიგელში, ფოლკლორის ცენტრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ. მათი თქმით, იმის გარდა რომ შენობის გაყოფამ ისინი საჭირო სივრცის გარეშე დატოვა, ექსპონატების სარემონტო სამუშაოების დროს სახურავის გადახდის შედეგად ჩამოსულმა ნალექმა დააზიანა. გამოვიდა წყობიდან მეორე ფონდის, რომელიცშიც განთავსებული იყო ეს უძველესი უნიკალური ექსპონატები. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია კომფორტი 21 ახორციელებს. ოზურგეთის მერის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება მშენებლების უყურადღებობის გამო მოხდა. მე ვესაუბრე მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს, რომელიც დღეს ჩამოგზანდება თბილისიდან და სატელეფონო საუბრის დროს მივახციეთ შეთანხმებას, რომ სრულად ანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. როგორ უნდა მოხდეს განადგურებულ ექსპონატებთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურება, ამას კომპანია კომფორტი 21-ის წარმომადგენელი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს და სასაცილოდაც კი მიიჩნევს. კულტურული მემკვიდრეობის ზარალის ანაზღაურება ცოტა ისეთი რაღაცა, ეხლა ჩვენ ვერ გადავინაცვლებთ იქით საუკუნეში და რაღაცას ვერ ვიზავთ, ხო? ამიტომ ის რაც დასველებული არის, ის გაშრება თიხის ჭურჭელს მაგალითად თუ გავამთელებ და რაღაცა ეკი, მაგრამ როგორც ასეთი ახლა ავიცი ცოტა ძნელი სათქმელია ეგ ამბავი. ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ სურგულაძე შენობაში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება მუზეუმის დირექტორს, გოგა ტრაპაიძეც მიზეს ფოლკლორის ცენტრის სარემონტო სამუშაოებში ხედავს და აღნიშნული კომპანიისგან იმ ფონდისა და საექსპოზიციო დარბაზის გარემონტებას ითხოვს, რომელიც სამუშაოების დროს დაზიანდა. ამ პროექტის ფარგლებში მოხდა კედლების გაჭრა ვიტრაჟებისათვის და ამას შეეწირა მთლიანად სრული ექსპოზიცია. გარდა ამისა, ცუდი მდგომარეობა ფონდებში, ხელნაწერთა ფონდი იმ ფლიგელს შეეწირა, სადაც თავიდან იყო განთავსებული და ისიც ფოლკლორისიც გადაეცა. თანამშრომლები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს. წერილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროშიც გააგზავნეს და იმ შემთხვევაში თუ არ იქნება მიღებული საჭირო ზომები, 1926 წელს დაარსებულ მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა სრულად განადგურდება. წარმოდგენა რომ შეგეკვნათ ოზურგეთის მუზეუმზე, როგორ გამოიყურებოდა მისი შიდა სივრცე, სანამ წყალი ჩამოვიდოდა და ფონდებს ჩარეცხავდა, მინდა წარმოგიდგინოთ ანა იორაშვილის სიუჟეტი, მომზადებული 2017 წლის 19 ივნისს. 1991 წელს მე-18 არმიისა და ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების გაერთიანების შედეგად შეიქმნა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. მასში დაუცულია ნეოლითის, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალები, ქვის ხანის იარაღები, ოქროსა და ვერცხლის იარაღები, კოლხური თეთრი, ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, გიორგი მესამის, თამარ მეფის, რუსუდანის, ლაშა გიორგის, სიმონ პირველის, ერეკლე მეორის მონეტები. გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველი ბეჭდური წიგნები, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტის დაშნა. მუზეუმი სულ 6000-ზე მეტ ექსპონატს ინახავს. ეს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია, რომელიც უკვე 91 წელს იხდის. ამ მუზეუმში დაცულია ძველი წელთა რიცხვის მე-7 წლიდან მე-20 საუკუნის შუახანებამდე აღმოჩენილი ისტორიული ექსპონატები. თუმცა დღეს მუზეუმის თავაურად მდგომარეობაში იმყოფება.
თუმცა დღეს მუზეუმის კედლები ცარიელია რემონტის გამო, რომელიც კულტურის სახლში მიმდინარეობს. ექსპონატების ნაწილი ფოთში ინახება, ნაწილი კი სავალალო მდგომარეობაშია. ერთ ოთახში არის თავმოყრილი დარჩენილი ექსპონატები, რომლებიც ნესტისა და საჭირო ტემპერატურის არარსებობის გამო ზიანდება. ეს ოზურგეთო მხატვართა ტილოებია. ეს ნივთები კი გურიელების გახლავთ. თქვენ კაცი შეხედავთ თუ როგორ პირობებში იმყოფება ეს ექსპონატები. კედლები ნესტისგან მთლიანად დასრულებულია. ასევე დანგრეულია ეს ტერიტორია. აქ არ არსებობს არანაირი კლიმატური პირობები, სადაც შეიძლება შეინახოს ნივთები დაზიანების გარეშე. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რომელიც ახლა კულტურის სახლის დირექტორია, შენობა ორად გაიყო და ის ნაწილი, სადაც მუზეუმის თანამშრომლების კაბინეტები და სველი წერტილები იყო, კულტურის სახლს ეკუთვნის. გაყოფის შედეგად დაზიანდა მუზეუმის დარჩენილი შენობა, რომლის რესტავრაციაზეც საუბარი ჯერ არ არის. მუზეუმს ახდილი აქვს ჭერი, დაზიანდა კედლები, ფრინველები და მღრღნელები თავისუფლად შედიან შენობაში. აი ეს შენობა გახლავთ ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის მარჯვენა მხარე 1385 კვადრატული მეტრი, უფასო უზუფრუქტით, უადოდ, ფაქტურად ფოლკლორის ცენტრის მოქმედების არეალში გადაეცა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგუბერნატოროს ვადით. ადრე მე შევიტანე ეს პროექტი საკრებულოს ფორმაზე, მე თვითონ ვახდი საკრებულოს თავმჯდომარე გარკვეულ პერიოდში და აი ეს შენობა მე გადავეცი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს უფასო უზუფრუქტით. მუზეუმი, რომლის კედლების უდიდეს ისტორიას ინახავდა, ახლა ცარიელია. როდის დაუბრუნდება ოზურგეთის ექსპონატები, ჯერ ცნობილი არ არის. არც მუზეუმის თანამშრომლების ბედი არის გარკვეული, რადგან ისინი კაბინეტების გარეშე დარჩნენ. კულტურის სახლის მშენებლობა კი აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს პოზიციას, ხელისუფლების პოზიციას მე პირადად შევადარებ იმ მშობლის პოზიციას, ორი შვილი რომ მყავს და ერთს რომ ყველანაირ პირობებს შეუქმნის უკეთესი მომავლისთვის და რაც აქვს იმ მდგომარეობასაც კიდევ უფრო უკეთეს გახდის და მეორე საერთოდ რომ დაჩაგრავს ყურადღებას არ მიაქცევს და ანუ დანაშაულის ტოლფასი ქცევა არის სახელმწიფოს და ხელისუფლების მხრიდან ის, რაც გაუკეთეს თავის დროზე ოზურგეთის მუზეუმს. ეხლა გავაგრძელებ ვიდეო მასალის წარმოდგენას და ტელეკომპანია იბერიაში მომზადებულ სიუჟეტს გაჩვენებთ. აქ კომენტარს აკეთებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი იმჟამინდელი და თქვენ ნახავთ როგორი პოზიციები ქონდათ ამ საკითხის სამინისტროს და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი შესაძლოა ექსპონატების გარეშე დარჩეს. შენობაში, რომელშიც უნიკალური ნივთები ინახება, ჩამოდის წყალი, დაზიანებულია იატაკი და დაბზარულია კედლები. ანტიკური ხანის ნივთები, უნიკალური ხელნაწერები, მხატვრული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები საექსპოზიციო დარბაზების არარსებობის გამო სტარდაფში, ნესტში ინახება, რაც მათ განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პირობებში ხელნაწერები და დანარჩენი ექსპონატები გვაქვს შენახული, რომელსაც გინდა გითხრათ, რომ საფრთხე ემუქრება, თუ მას ნორმალურ პირობებში არ მოვათავსებთ. ასევე აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მალე მოხერხდეს ამ დაზიანებული დარბაზების აღდგენაც, რომ ოზურგეთში ფუნქციონირება გააგრძელოს მუზეუმმა, რაც შეიძლება სწრაფად. მუზეუმის საექსპოზიციო ფონდი ჩვენი წელთაღრიცხვის მე-7 ათასწლეულიდან თანამედროვე პერიოდს მოიცავს. 2014 წელს ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით შენობის მარჯვენა ფლიგელი, სადაც ხელნაწერთა ფონდი იყო განთავსებული, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადაეცა. ფლიგელში დაცული უნიკალური ხელნაწერები ამის გამო მუყაოს ყუთებში მოათავსეს და ამის შემდეგ დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის კუთვნილი ფართის რემონტი და ამ პროცესში ისტორიული მუზეუმის ერთი ფლიგელი მთლიანად დაინგრა. ფონდსაცავი დააზიანა ძირითადად ჭერიდან ჩამოუდენილმა წყლის ნაკადმა. დასველდა იატაკი, სადაც გვეწყო ხელნაწერები ყუთებში. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გამოუცვალეთ ეს საკახალდები ხელნაწერები, მაგრამ აქ ხელნაწერების დატოვება წარმოუდგენელია და გავიტანეთ ფოიეში დღესდღეობით. ისტორიული ხელნაწერების და უნიკალური ექსპონატების განადგურების საფრთხის შესახებ ინფორმირებულია კულტურის სამინისტრო. სამინისტროში დღეს განმარტეს, რომ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტს არ აქვს და ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების თხოვნით მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართავენ.
მუზეუმის რეაბილიტაციამდე სამინისტრო ექსპონატების გადასარჩენად ფართის გამოყოფას ოზურგეთის მუნიციპალიტეტს თხოვს. მუზეუმი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეს მართლა საჭიროებს დახმარებას. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მივმართოთ შუამდგომლობით მუნიციპალური განვითარების ფონდს, რათა ფონდმა განიხილოს მუზეუმის ამ რეაბილიტაციის დაფინანსების შესაძლებლობა. რასაც აკეთებს ხელისუფლება არის ის, რომ მუზეუმის ერთ ნაწილში ხდება სრული მოდერნიზაცია და იკეთება ფოლკლორის ცენტრი, ხოლო მეორე ნაწილში მე ვეთანხმები იდეას და მხარს ვუჭერთ ჩვენ ერთად მუშაობთ იმაზე, რომ შემუშავდეს ახალი პროექტი და სრულიად ახალი თანამედროვე კონცეფცია მუზეუმის შექმნის. კულტურის სამინისტრომაც, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და მაჟორიტარმა დეპუტატმაც მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენისთვის გზების ძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც უნიკალური ნივთების სრულად განადგურების საფრთხე გაჩნდა. მუზეუმი განსაკუთრებით დააზარალა სტიქიამ და გასულ კვირას მოსულმა უხმა ნალექმა. ექსპონატების რა ნაწილი გადარჩება და მიიღებს თუ არა კულტურის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მუზეუმის რეაბილიტაციის დაფინანსებაზე თანხმობას ჯერჯერობით უცნობია. კრეატივის მიერ მომზადებული საინტერესო სიუჟეტი ვნახოთ, რომელიც 2017 წლის 24 ივნისს გავიდა ეთერში. 10 ივნის ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის საცავში წყალი ჩავიდა და ექსპონატები დაასიანა. თათია სამსონიძე დეტალებით. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში წყალი იმ პერიოდში ჩავიდა, როდესაც მუზეუმის შენობის მარჯვენა ფლიგელში ფოლკლორის ცენტრის მშენებლობის გამო შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობდა. უხმა ნალექმა პირველ სართულზე განთავსებული საცავი დააზიანა. მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში მუზეუმის მთლიანი შენობის გარე ფასადებისა და სახურავის რეაბილიტაცია. ამის გამო ჩვენ მოგვიხდა საექსპოზიციო დარბაზებიდან ექსპონატების მოხსნა სასწრაფო წესით და ასევე ხელნაწერთა ფონდი, რომელიც მარჯვენა ფლიგელის მესამე სართულზე იყო განთავსებული, გადმოვიტანეთ ძირითად ფონდში, იმის გამო რომ ის ფლიგელი გადაეცა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. და ეს ყველაფერი ძირითად ფონდში იყო შენახული, როდესაც სამშენებლო მუშაობა მიმდინარეობდა სახურავზე, მშენებლებმა შეფუთვა მოახდინეს გარე ზედა ჭერის, მაგრამ იმხელა ნალექს მაინც ვერ გაუძლო ამ წვიმამ და მოხდა ჩამოდინება ფონდში, სადაც არასდროს წვიმა არ ჩამოსულა ჩვენი ამდენი ხნის მოღვაწეობის მანძილზე, აი ჩვენი ფონდი ისეთ ადგილზე არის განთავსებული შენობის პირველ სართულზე. მუზეუმის ფონდების მცველი მანანა ლომაძე იმ ადგილზე მიგვითითებს, რომლის ქვემოთაც საცავია განთავსებული, სადაც წყალი ჩავიდა და ექსპონატები დაზიანდა. მისი თქმით, მუზეუმის თანამშრომლებმა ზომების საფრთხის თავიდან ასარიდებლად წინასწარ მიიღეს, მაგრამ უხვი ნალექის გამო წყალი მეორე სართულზე განთავსებულ საცავში მაინც ჩავიდა. ხელნაწერები ახალ საქაღალდებში მოვათავსე და მუყაოს ყუთებში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყველაზე კარგად ხელნაწერი ინახება მუყაოს ყუთში და მუყაოს საქაღალდში. ის ცალკედებს. აქ ჩამოვიდა წვიმა და მთლიანად ეს არის გაშღენტილი, ხალიჩა გაშღენტილია მთლიანად წვიმისაგან, ნესტისაგან. ვერთმა ეს სველი იყო. აქ თქვენ რომ რაც ყუთებს ხედავთ, ყველა გამოუცვალეთ. პირდაპირ რომ ეცემოდა წყალი ის დაზიანდა. აქ სულ ყველა არის კარგი ქვა უძინებს წვიმას, მაგრამ აგერ ხედავთ აქ გადაიღეთ. აი უნიკალური აი მაგალითად უნიკალური ნივთები ეს არის წვერმაღალა სამაროვნიდან გვიანი ბრინჯაო ადრე რკინის ხანის პერიოდს განეკუთვნება ეს თიხა და ეს თუ დროზე არ გადავიტანეთ ამას განადგურება ემუქრება. ვითარების შესასწავლად ჩვენ იმ დროს მივედით, როცა გურიის გუბერნატორი იქ იმყოფებოდა. გია სალუქვაძე სიტუაციას ადგილზე გაეცნო და პრობლემის მოგვარების შესახებ მუზეუმის თანამშრომლებს ესაუბრა. მუზეუმის ექსპონატებს ზოგადად თუ კი არ შეექმნება ის მიკროკლიმატი, ისედაც შეიძლება დაზიანდეს ყოველგვარი წვიმის დაწვიმების გარეშეც. აქ ამაზეა საუბარი და ეხლა ნუ მივაწერთ ყველაფერს ამ ერთი დღის წვიმას. ზოგადად ეს პრობლემა არსებობს, ამის გათვალისწინება პირდაპირ ვიტყვი რომ შესაძლებელი იყო და ნუ სამწუხაროდ არ მოხდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და გავაგზავნებთ მცდელობას მომავალშიც რომ
გამოიყოს სახსრები მუზეუმისათვის სარემონტო და იმ სივრცეში, სადაც არის მუზეუმი განთავსებული, ყველა იმ პირობების შესაქმნელად, რომ იფუნქციონიროს ნორმალურად. მუზეუმის თანამშრომლებმა დასვალებული ექსპონატები მშრალ ადგილას გადაიტანეს. მათი თქმით, კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, სასაყვედურო ნამდვილად არაფერი აქვს. იმ წამსვე მივიღეთ ეს ღონისძიება, რომ მთელი მუზეუმი ჩაერთო, გამოვცვალეთ საქაღალდები, გამოვცვალეთ ყუთები და გადავიტანეთ უფრო მშრალ ადგილზე და სიმაღლეზე თვით ის ექსპონატებიც კი, რომელიც დაცული იყო ფონდში და უმეტესი ნაწილი გადარჩა რა თქმა უნდა და ერთ-ერთი ოთახი გამოჩნდა ესეთი მშრალია, ნაკლები სინესტე და ფირმამ აიღო თავზე და გვიკეთებს ამას თავისი ხარჯები და თავისი მასალები და ამ ეტაპზე ახლა მართალია ფირმასთან მე სასაყვედურო პირადად არ მაქვს. არავის მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქვის ამ ადამიანებს. იმდენად რამდენადაც ამ ფონდსაც გვიკეთებენ სახელდახელოდ, იმიტომ რომ იქ არის ხალიჩას სველი და წარმოუდგენელია რომ რამდენიმე დღე რომ იყოს გაჩერებული იქ ნივთები, ყველა დაზიანდებოდა და ნესტს თიხა რა მართლა 40 და 50% ჩვენ თიხის ნივთები გვაქვს, ხო? ნესტს ვერ იტანს თიხა და დაიშლება ყველა. ისტორიულ მუზეუმში ექსპოზიცია 1997 წლიდან არის განთავსებული. ოზურგეთის ისტორიულმა მუზეუმმა დამთვალიერებლის მიღება 2016 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვიტა. მას შემდეგ მუზეუმის ექსპოზიცია საცავში იმყოფება. ექსპოზიცია საგამოფენო სივრციდან სწორედ შენობისთვის სახურავის გამოცვლის გამო აიღეს. მანანა ლომაძე მუზეუმში განთავსებული საგანძურის შესახებ გვესაუბრება. საგანძურის მფლობელია ოზურგეთის მუზეუმი. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულია 6000-მდე ექსპონატი. მათ შორის ყველაზე უადრესი არის 9000 წლის წინანდელი ანასეულისა და გურიანთას გვიანი ნეოლითი, ესე იგი ახალი ქვისხანა და შემდეგ ასე მოყოლებული ეს არის გვიანი შუა და ადრეული გვიანი და შუა ბრინჯაოს ხანის ნივთები, კოლხური ცულები, ურეკის კოლხური ცულები, შემდეგ განძები, მაკვანეთის, ბაღდადის, ლაითურის, ვაკიჯვრის, მელექედურის განძები, შემდეგ მოდის ადრეფეოდალური ხანის ვაშნარის ნაქალაქარის ნივთები, შემდეგ არის მონეტები და მათ შორის უიშვიათესი მონეტები, კოლხური თეთრი ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტა, შემდეგ ოზურგეთის განზატოდებული ის ვერცხლის უიშვიათესი ევროპული მონეტები. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის მარჯვენა ფლიგელში უკვე რამდენიმე თვეა მშენებლობა მიმდინარეობს. ფოლკლორის ცენტრი ამ სივრცეში მიმდინარე წლის სექტემბრიდან განთავსდება. 2017 წლის 18 ივლისს ოზურგეთის მერიის Facebook გვერდიდან გადმოვწერე ვიდეო მასალა, რომელსაც წარმოგიდგენთ, აქ ჩანს, როგორ ზრუნავენ გაუბედურებული მუზეუმის შენობაში ფოლკლორის ცენტრისთვის. ეს მასალა, რომელიც ახლა გავა ეთერში, გადაღებულია წვიმის ჩასვლიდან 1 თვე და 10 დღის გასვლის შემდეგ. დასვლა და დაბედნიერო, დასვლა და მარტო ეს ყები რა. შოუს გააქვთ კოილები ვერ ექისტრებიან. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ვახორციელებთ ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაციას. სავალალო მდგომარეობა იყო ძალიან, ჩამოდიოდა წყალი, შიგნით გაუსაცლისი პირობები იყო. ფოლკლორის ცენტრის რეაბილიტაციის შემდეგ განთავსდება უნიკალური არქივი, ასევე მოეწყობა 200 ადამიანზე საკონცერტო დარბაზი და ხმის ჩამწერი სტუდია. სამუშაოებს დავასრულებთ ოქტომბრის ბოლოს. დღეს გვტუმრობდა ოზურგეთში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბატონი ზურაბ ალავიძე. ჩვენ მოვინახულეთ ის სახლები, რომელიც დაზიანდა 23 აპრილის სტიქიის შედეგად. ძალიან მაგარი საქმე კეთდება ნამდვილად ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ 156 კერძო სახლი გადაიხურება ჯამში.
200-ზე მეტ ოჯახს ჩვენ მიუტანეთ მასალა იმისათვის რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი გადახუროს. ესენი გამოყავით სოციალურად დაუცველი ოჯახები პირველ რიგში, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი საშუალება რომ თვითონ შეესრულებიათ სამუშაოები და გადაეხურათ საკუთარი სახსრებით. ამიტომ 156 ასეთი ოჯახი, სოციალურად დაუცველი ოჯახი გამოყავით, რომლებსაც ჩვენ გადაუხურავთ მთლიანად დაზიანებულ სახურავს. ასევე დავათვალიერეთ ფოლკლორის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოვინახულეთ გვერდით ფლიგელში მუზეუმი და ბატონი მინისტრი დაგვირდა თუ კი ჩვენ დავამზადებთ პროექტს მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ამ წელიწადში გამოიყოფა სახსრები იმისათვის რომ ფოლკლორის ცენტრთან ერთად მოხდეს მეორე ფლიგელის, ანუ მუზეუმის რეაბილიტაციაც. გურიატივის კიდევ ერთი სიუჟეტი მინდა წარმოგიდგინოთ 2018 წლის 24 მარტს გავიდა ეთერში, ანუ მომხდარიდან წვიმის ჩასვლიდან გასული იყო თითქმის წელიწადი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აიპებში არსებული სიტუაციიდან ყველაზე რთული სურათი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გახვდა. ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ცარიელი ვიტრინა კაბინები და მტვერწაყრელი, დამთვალიერებელს მონატრებული უნიკალური ექსპონატები. ეს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დღევანდელი რეალობაა. გოგა ტრაპაიძე 2004 წლიდან 14 წელია მუზეუმის დირექტორია. ახლა უკვე სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი. მის დაქვემდებარებაში კიდევ 4 სოფლად არსებული მუზეუმია, რომელსაც სულ მალე კიდევ 2 შეემატება. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ მისულებს ადგილზე იმდენად წარმოუდგენელი სიტუაცია დაგვხვდა, რომ ამჯერად პრობლემებზე აქცენტირება ვარჩიეთ. მუზეუმის თანამშრომლები ქალაქში ფოლკლორის ცენტრის მშენებლობას სიხარულით შეხვდნენ და შენობის ერთი ფლიგელი ნებაყოფლობით დათმეს. ეიმედებოდათ, რომ შენობის რეაბილიტაცია ერთდროულად მოხდებოდა და ქალაქს და არა მარტო ქალაქს, რეგიონს საამაყო თითით საჩვენებელი მუზეუმი ექნებოდა. პირობა შეცვალეს და მხოლოდ საერთო ფასადის გარემონტებაზე შეთანხმდნენ, თუმცა შენობაში ვიტრაჟების ჩასმამ მუზეუმის ინტერიერი მთლიანად დააზიანა და უკვე 2016 წლიდან დარბაზები გამოფენისთვის უარგისი გახდა. წელს ჩვენს მუზეუმს უსრულდება 83 წელი და სამწუხაროდ ამ იუბილეს 1 აპრილს და მერე 18 მაისს მუზეუმთა საერთაშორისო დღეს ხვდებით ექსპოზიციის გარეშე. ჩვენ ვერანაირი სიახლე ვერ შევთავაზებთ ჩვენი ქალაქის ცხოვრებლებს და მუზეუმის სტუმრებს. მიმდინარეობს ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა, უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის 4-ვე მხარეს მაღალი ვიტრაჟების გაჭრა. ამ ვიტრაჟების გაჭრის გამო გამოვიდა ისე რომ ჩვენი მუზეუმის ექსპოზიციის დარბაზებს შეეხო ეს ჭრილები და ამის გამო მოგვიხდა სასწრაფო წესით ექსპოზიციის ალაგება. ეს მოხდა 2016 წლის ნოემბრის თვეში, ამის შემდეგ დღეს გახლავთ უკვე 2018 წლის მარტი თავდება და ამ ხნის მანძილზე მუზეუმში გამოფენა ფაქტიურად არ გვაქვს, ალაგებული არის ყველაფერი, გარდა ამისა გვაქვს საშინელი კლიმატური პირობები, ეს ნივთები, რომლებიც დღეების მდგომარეობით 7000 გადააჭარბა, უნიკალური ექსპონატები, მისი ასაკი დაახლოებით 7000 წლის წინიდან იწყება ჩვენს ელთაღრიცხვამდე. ინახება მინდა გითხრათ საკმაოდ ცუდ პირობებში. რთულ მდგომარეობაშია მუზეუმის მთავარი საგანძური, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ასევე მხატვრული ტილოები და ხელნაწერები. ფონდსაცავის ერთ პატარა ოთახშია მოთავსებული 1000 წლოვანი, 10000-ობით ექსპონატი და ნესტი ჭამს. პირველესად კატასტროფა არის სინესტე და ნესტის გამო ნადგურდება ყველაფერი. რამდენი ხანია უკვე ამ სიტუაციაშია და ეს 2016 წლის დეკემბრიდან ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ და საფულში წყალდიდობის დროს მოგესალმებათ ფონდში როგორ ჩამოვიდა წვიმა და როგორ დაგვიზიანა ნივთები, ეს უკვე ცნობილი ფაქტია. ეს ნივთი რესტავრირებულია, მაგრამ თუ ნესტი დიდხანს გაგრძელდა ნესი, ალბათ ეს დაიშლება ის რომ ჩვენ მის აღდგენასაც ვეღარ შევძლებთ. ეს არის ღვინის საღვინე ჭურჭელი, რკინის ხანის, გვიანი რკინა, ძველი წელთაღრიცხვის მე-6 მე-7 საუკუნეები.
მე-7 და მე-6 საუკუნე უბრალოდ. ნესტის გამო შეიძლება დააზიანდეს. მუზეუმის თანამშრომლებმა დახმარებისთვის ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით მიმართეს. როგორც ტრაპაიძე გვეუბნება, შესაბამისი სამინისტროები მუნიციპალიტეტის მერიისგან ხარჯაღრიცხვასა და პროექტს ითხოვენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყონ. პრობლემებით ჩვენ წერილობით მიმართეთ ბატონ მერს. დიახ, მის ინფრასტრუქტურის სამსახურში დევს უკვე ეს წერილი. იქ არის კიდე დანართი სახით 2 წერილი, ერთი არის კულტურის სამინისტროდან, მეორე არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ორივე უწყება საქმის ყურში არის ჩვენი პრობლემების შესახებ და მათი წინადადება ასეთია, რომ იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დააფინანსებს პროექტის ხარჯებს და შეიქმნება პროექტი, ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრო განიხილავს მუზეუმის სარემონტო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუზეუმის პრობლემებს კარგად იცნობენ. მერის მოადგილე ოსიკო თოთიფაძე გვეუბნება, რომ თანხების მობილიზებას უახლოეს ხანებში მოახდენენ და პროექტს აუცილებლად წარუდგენენ ცენტრალურ ხელისუფლებას. ჩვენთვის ცნობილი არსებული პრობლემა ადგილზე გავეცანით. მე ვიყავი პირადად და ბატონი ალექსანდრე სურგულაძე, ნამდვილად კატასტროფული მდგომარეობა მუზეუმში, ძალიან სავალალო მდგომარეობაშია საცავები, სადაც ექსპონატები ინახება. ძალიან დიდი სურვილია ხელისუფლების, რომ მოხდეს სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციები და ასევე თანხის მოძიება. უახლოეს მომავალში, რაც ჩვენ შეგვიძლია ვქნათ, რომ გავაკეთოთ, რომ დავამზადდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაცია. იმის მიხედვით საორიენტაციო თანხები გვეცოდინება თუ რა თანხაზეა ლაპარაკი, რომ სრული რეაბილიტაცია მოხდეს. და უკვე შემდეგ შესაბამის სამინისტროებთან გავივლით კონსულტაციებს. კი, აი ცოტა თანხების ესე ვთქვათ მოძიებას, რადგან ეხლა არ გქონდა იქ ათვალისწინებული 2018 წლის ბიუჯეტში, თანხების მოძიება საფინანსო სამსახურთან ერთად გავდივარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს და შეიძლება ითქვას, რომ 99% დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელს საპროექტო სახარჯთაღრიცხვა დოკუმენტაცია მზად იქნება. 1 აპრილს 82 წლის იუბილეს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი ღონისძიებებისა და გამოფენის გარეშე ხვდება, მაგრამ იმის იმედად, რომ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მთავარი სავიზიტო ბარათი თავის ფუნქციას დაიბრუნებს და ყველა გაგებით ტვერწაყრილი აღარ იქნება. მე სიუჟეტებს ვერ ვაკეთებდი ხშირად, როცა ჩავედი მაშინ ჩამოვიტანე რეპორტაჟი ვაჩვენე, მაგრამ მუდმივად ვკითხულობდი ამბავს რა ხდებოდა და სიახლეებს ზოგჯერ პერიოდულად ჩემი გადაცემიდან და ინტერნეტის საშუალებით ჩემი პირადი გვერდიდან Facebook-ზე ვავრცელებდი რა ხდებოდა და აი აქედან ვიცი, რომ სივრცე, რომელიც გამოუყვეს ოზურგეთის მუზეუმს ფონდების დაბინავებისთვის და რომელიც სახელდახელოდ გაურემონტეს, ნახევრად სარდაფის ტიპის იყო და განსაკუთრებულად იგრძნობოდა იქ ნესტი და ცუდ დღეში ჩავარდა ექსპონატები და რატომ იცით, გარედან მიწა ქონდა მიყრილი და დიდხანს მოუწიათ ბრძოლა მუზეუმის თანამშრომლებს იმისთვის, რომ მიწა აიღოთ, მიყრილი მიწა აიღოთ იქიდან. ამ მიწის აღების წინააღმდეგი იყო მაშინ ფოლკლორის ცენტრი, იმიტომ რომ უკვე ვითარება დაალაგებული ქონდათ სათავისოდ, გაპრიალებული, გაბრწყინებული ყველაფერი, გაკეთებული და ეხლა ეგ მიწა რომ მოიხსნას, აქ დაიზილებაო ყველაფერიო და სტუმრები რომ ჩამოვლენო, სათანადოდო ვერ დავხვდებითო და შევრცხვებითო. ხო და ვისახსოვდა ამ დროს როგორ ნადგურდებოდა ექსპონატები ნესტში მრავალსაუკუნოვანი. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეო მასალა, რომელიც თვითონ მუზეუმის თანამშრომლებმა გადაიღეს და Facebook-ზე გაავრცელეს და ეს იყო 2018 წლის სექტემბერში და ეს ვიდეო მასალა მე მაშინ ჩამოვტვირთე და დავაარქივე, შევინახე და ახლა წარმოგიდგენთ შემაძრწუნებელი კადრებია. მეც გუშინ გადაცემას რომ ვამზადებდით, რამლის გარეშე ყურება გამჭირდა. მზეზე როგორ აშრობენ ექსპონატებს. ძალიან კარგი სახლია.
დიდებული რემონტი გაკეთდა, რეაბილიტაცია მოხდა და დღეს-დღეზე ელოდებიან გასწრას. ვიხარია ოზურგეთები, როგორც ჩვენი ქალაქის წარმომადგენლები და გულშემატკივრები, ეს ფაქტი ჩვენთვის სასიხარულოა, მაგრამ გახდება გვერდზე. მუზეუმის შენობა, რომელიც დააზიანა ფოლკლორის ცენტრის მშენებლობის და რეაბილიტაციის დროს მიმდინარე სამუშაოებმა, არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში. ექსპონატები, რომელიც ორი წელიან ნესტიან ოთახში ინახება, დროდადრო ფუჭდება და უფრო და უფრო საგანგაშო ხდება ჩვენი მდგომარეობა. თვითონ აი ხელნაწერები, ფოტოებსაც ეთყობა, რომ ეს ნესტი აზიანებს და უარეს დღეშია სხვა ექსპონატები თვლება საუკუნეების გამოვიდული ექსპონატები საშიშროების ქვეშ დგას და ძალიან პირველია რომ მოდიან ვიზიტორები ჩვენ ვერ ვიღებთ მათ სურვილია ოზურგეთის ხელშესანიშნაობის ფილმის და ამას ეს ფაქტი აიც მათი სურვილი ვერ მაყოფილდება ამ მდგომარეობის გამო ვიცით რომ ჩასულია და არის საუბარი ამაზე ყველა შეხვედრაზე გაშვებთ კიდეც რომ მოხდება რეაბილიტაცია ჩაისრება დემოში მაგრამ ჯერობით დაძრული არ არის ეს საკითხი და დამტკიცებული არ არის გვინდა რომ ამ ფონზე ეს ნაწილია ძალიან მცირე ნაწილი არის აქ რაც ხდება და ფონდის ოთახში მაგრამ გვინდა რომ დავდეთო ფაქტის რომ საცრაფოდ მოხდება მუზეუმის რეაბილიტაცია და ამ ექსპონატების გადარჩენა. არის ისეთი საკითხიც, რომელიც ადვილად მოსაგვარებელია და რატომღაც ჭიანურდება. აი აქ ჩვენი შენობის იგივე არის მიწაყრილი, რომელიც არის საკითხი მილიონჯერ მისი აღები. ჩვენი ხელმძღვანელი პირები არჩი ქალაქვაცემს დაგვიდა რომ ამ მიწაყრილს აქ მოაშორებდა რაც როგორც ნახეთ, ექსპონატები გამოტანილი ჰქონდათ და გარეთ აშრობდნენ ნესტისგან, მანამდე წვიმისგან და შემდეგ ნესტისგან დაზიანებული ექსპონატები და ამ დროს მუზეუმის შენობაში ფოლკლორის ცენტრი დღე-დღეზე გახსნას ელოდა. მე გავაგრძელებ ვიდეო მასალის თქვენთვის წარდგენას 2018 წლის 27 სექტემბერს ვიყავი ოზურგეთის მუზეუმში მისული ჩემი კამერით და გადავიღე იქ ვიდეო მასალა ჩავწერე ინტერვიუები რომელიც უკვე ვაჩვენე მაშინ ობიექტივის მაყურებელს და ასევე გახლდით ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალში სოფელ გურიანთის მუზეუმში ვინაიდან ოზურგეთის მუზეუმი რემონტი მაინც ჩაუტარდა ამაზე გეტყვით აუცილებლად ვიდეო მასალის დასრულების შემდეგ და გურიანთის მუზეუმი იმავე მდგომარეობაშია როგორშიც მე გადავიღე ამიტომ ვარჩიე დღევანდელ გადაცემაში თქვენთვის სიბნელეში გადაღებული და გაუბედურებულ მდგომარეობაში რომ გადავიღე მუზეუმის კადრები ესეც მეჩვენებინა ოზურგეთის მუზეუმთან ერთად და ვინაიდან ყველაფრის ჩვენებას ვერ ვასწრებ, რაც გადავიღე, ვარჩიე გურიანთის მუზეუმი გაჩვენოთ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ პრობლემა იგივენაირად დგას, როგორც 2018 წლის სექტემბერში იდგა და როგორც ნახავთ ახლა, როგორ გამოიყურება გურიანთის მუზეუმი. შეიძლება დავათვალიეროთ თქვენთან ერთად. სინათლე არ არის. დღეს გურიანთაში სინათლე არ არის და როცა არის თქვენთან თუ არის ხოლმე. მაინც არ არის. რატო? იმიტომ რომ საშიშროება ხანძრის ისეთი ავარიული მდგომარეობაშია შენობა. შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ამდენად შუქი არ არის შენობაში. მე როგორ მდგომარეობა? აი რამდენი წელია ესეთ მდგომარეობაში? ეს ანდატანობით წელდება ისე 1980 წელს გაიხსნა მუზეუმი და შემდეგ ძალიან რთული პერიოდები გადაიტანა და დღემდე მოაღწია მიუხედავად იმის საშინელი მდგომარეობისა იცით საქართველოში რა პერიოდიც იყო და დღეს აი წლების მანძილზე გრძელდება ვითხოვდით გადახურვას არაერთი ხელისუფლება წავიდა მოვიდა და მიუხედავად ამისა აი დღესაც ამ მდგომარეობაშია ეს შენობა და ვითხოვთ დახმარებას მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიეთ. იქ რა ხდება?
შემოგზავნეთ ექსპოზიციაში. შემოგზავნეთ. გოგა სიბნელი. არქეოლოგიური მასალა, ფოტოები და ეს არის არქეოლოგიური მასალა, ძირითადად არის ვაშნარიდან. ეს ნეოლითის ხანა და ნეოლითის ხანის ნივთები გვაქვს და ნივთები არქეოლოგიური გათხრების, რომელიც ჩატარდა 1963 წელს ვაშნარში, იქ ნაპოვნი. რა არის ეს არ ჩანს აქ ვერც ეს არის ნეოლითის ხანა. ეს არის ნეოლითის ხანა. იარაღებია. არა, ეს არის სხვადასხვა. რა დანიშნულება აქვს ამ ექსპონატებს? ქონდა თავის დროზე, აი აწერია. არის საჭრისები, დანები, ცულები, სხვადასხვა დანიშნულება აქვს, შურდულის ქვები. ჩასაძირიზე, აი ბადის ჩასაძირი როცა თევზაობდნენ იმ დროისთვის როგორც მოიპოვებდნენ იცით. აი მდინარის ახლოს მოსახლეობდა ადამიანები იცით და მოიპოვებდნენ საკვებს და აქ არის აგრეთვე კაჟის ქვის ნამსხვრევები, დიდად სიცოცხლეც მოიპოვებდნენ, ვულკანური მინის ობსიდიანის ნამსხვრევებიც არის და აქ არის მასალა მეცნიერების, რომლებიც მუშაობდნენ ამ გათხრებთან დაკავშირებით ჩამოსულები მონოგრაფიები. დიახ, მასალა აქაც და იქაც. დიახ, აქაც გრძელდება, აი აქაც და აქაც საითიხის ჭურჭლის ნამსხვრევებია, ხედავთ. დიახ. და ის მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ ამ თემაზე და ეს ახლა თემასთან კავშირში არა მაინდა-მაინც, მაგრამ კასტელის მოგზაურობასთან დაკავშირებულია გურიაში და წერილობრივი. აქ რა ხდება? ეს არის ეთნოგრაფიული კუთხე, როგორც ცხოვრობდნენ წინათ. გურულები, ასეთი. არაფერი არ ჩანს სამწუხაროდ. ეთნოგრაფიული კუთხე გვაქვს, აი გურული ფისტოს ეძახდნენ, ასეთი იარაღი თუ გეცოდნენ. როგორ არ გამიჩნდა? ფისტო გურულების ეს ჩაცმულობა გურულები როგორც და როგორც მოსახლეობა შუა ცეცხლია. ეს გურულები ეძახდნენ ოჯანჯალს, აი იმაზე საიდანაც ხედავთ გამოკიდებდნენ ხოლმე გასახმობა. ხედავ, მაგრამ ჩემი მაყურებელი ვერ დაინახავს სამწუხაროდ. აი ხალხსანათი მესაც გურულები პუჟიას ეძახდნენ, ეს სხვადასხვა პუჟიას ეძახდნენ გურულები ახლა. აქეთ რა ხდება? აქეთ უკვე იწყება აი შემდგომი პერიოდი გურულების გურიანთლები უკვე რევოლუციის პერიოდი, აი გლეხების შეტაკებები, ნაკაშიძების სათავადო იყო ეს მიწები. ეს საბეჭდი მანქანა? ეს არის გამონთვლელი მანქანა. არაფერი არ ჩანს. არაფერი არ ჩანს. მეც არ მაქვს ტექნიკა და მემორიალური მუზეუმია, ამდენად ამ ადამიანების ცხოვრება როგორც დაიწყო იმ პერიოდში იცით. დაპირისპირება იყო გლეხებსა და თავადებს შორის და ის გლეხები, რომლებიც აი რევოლუციურ მოძრაობაში იყვნენ ჩართულები ამ სოფლიდან. შემდეგ მოდიან უკვე ნაკლებად ისაა, მაგრამ კომუნისტური წყობილება რო შემოვიდა, შეიქმნა კოლმეურნობა, კოლმეურნობის თავმჯდომარეები, საბჭოს მდივნები, პარტიის მდივნები, აი სოფლის ისტორიისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის, აი სკოლის ბავშვებისთვის ეს საინტერესო მოდიან, რომ თავიანთი წინაპრები ნახონ, აქ მათი ფოტოები და უხარიათ, რომ აი ჩვენი წინაპრები ასეთები იყვნენ, ეს არის ომის თემა უკვე. ეს მეორე მსოფლიო და ვასილ კვაჭანდირაძე და ჩანჩიბაძე, ვასილ კვაჭანდირაძე დგას ობელისკი დგას და ორი ძეგლია ჩვენ სოფელში, ვასილ კვაჭანდირაძის აგერ ხედავთ ფოტოებზე და ეს ისინი არიან, რომლებიც წავიდნენ ომში და არ დაბრუნებულან შინმოუსვლელები, მათი სამკუთხა წერილები, რომლებიც ფრონტიდან არის გამოგზავნილი, აქ არის განთავსებული და ისინი, რომლებიც დაბრუნდნენ და გააგრძელენ მე ეს ცხოვრება ჩვენი სოფლის ისტორიისთვის მნიშვნელოვანია და ეს ადამიანები სხვადასხვა თანამდებობებზეც მუშაობდნენ იმ დროს და თავიანთი წვლილი შეიტანენ სოფლის განვითარებაში. აქ საქმე რაიმე თუ არის ერთი პატარა კუთხეან ფოტო მაინც გურამ შარაძის მშობლიური სოფელი. გურამ შარაძის გვაქვს წიგნიც, ფოტოც აიქეთ განახილეთ. ეს არის ფრონტიდან ქალი იყო ჩვენი ეს მეტდა იმის ნაკონი ნივთები ფრონტიდან ჩამოტანილი ეს ჩანთა რომელსაც ის ატარებდა და ეს ნივთები ელაგაში იგნით ნატყვი არიცკია და აი ნაბრძოლის მისი ნივთებია სწორედ აქ განთავსებული ეს ფაშიზმის იცით რაც მოიტანა ფაშიზმმა აქ არის უკვე ნუ სოფლიდან ჩვენმა როგორც ომში ასევე შრომით გამოირჩევა ორი სოციალისტური შრომის გმირი იყო იმ დროისთვის და ჩვენთვის ახლა მაინც სოფლისთვის და იმათი სამომავლობისთვის ეს ყველა მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის რომლებიც
ბებიები და ბაბუებიც ესენი იყვნენ და მათი ნაკონი პირადი ნივთები აქ გარკვეული წილი ახლა სპორტთან დაკავშირებით და ჩვენი სოფლელების სპორტის და კულტურის სფეროში და იქ უკვე იქაც განახებთ ის გურავ შარაძის სიგნის ფოტოს აჩვენეთ და იქეთ სხვა დარბაზშია თუმცა შარაძის ფოტო აქ და ციგნიც არის ამისი მიხაიძიჩი ეს გურიანთას თვითონ სოფლის ისტორია ციგნი დიახ გურიანთის ისტორია დიახ ტოტოჩავა მიმუშავა ამ ციგნზე გურიანთის ისტორიაზე რაც შეიძლება ხა გურია ის მოგეხსენებათ ნაკლებად შესწავლილია მაინდა-მაინც დიდად მასალაცო თვითონ წერს რომ ვერ მოვიპოვე მაინდა-მაინც დადიოდა არქივებში საცავებშიც მაგრამ რაც შეძლო მასალები მოიპოვა და აი აქ ვისი ფოტოებია 9 ეს 9 აპრილის ხო ეხლა მაინც ნინო და ზვიად გამოსახული გურიანთელი ისა დიხაურელი აი გურული რომელიც დაიღუპა 9 აპრილს და მასთან დაკავშირებით ეხლა თემა მაინც რომ მიდიოდა იმ დროისთვის ვისი ნახატებია ეს მერაბკოს და ქართველი მხატვრები არიან დროს აი ის წინანდელი რაღაც იქეთ ნახეს ეს ნამუშევრები ახლა ზვიად გამსახურდი ეს ჩარჩო დაუზიანდა და ამ სოფლის პოტენციალი რამდენად დიდია რომ ჩატერდეს არქეოლოგიური გათხრები რა სიმდიდრე იქნება მოპოვებული აი აქ მინდა ეხლა შევაჩერო თქვენი ყურადღება ამაზე ეს ეხლა ხან რამოდენიმე წლის წინ იმ ვაშნარის ტერიტორიაზე როცა გაზი გადიოდა გაზგაყვანილობის სამუშაოები ტარდებოდა მაშინ იქნა ნაპოვნი ეს და ეს სულ ეხლა ხან რამდენი ხნის წინ იყო ნათარგმნად ერთი თვის ეს არის ყველგელიძეების მოსახლეობენ ციხისპერცე ზახენი მათი სადაც იმ ეზოში როცა მიწაზე სამუშაოებს ეწევა შეუძლია ეს მიწის ის ბარის დადების დროს რაღაც ასეთი ნივთი ამოვარდეს ნეოლითის ხანის ნამოსახლარია ასე ვთქვა და აი დღესაც აწმება ცულები ამას ვიყავით 1-2 თვიანი იქნება და ეხლა ხან არის მასალები მოგვაწოდა მან ოჯახმა მოგვაწოდა იმ მუზეუმში ძალიან ბევრია ყველგელიძეს ვახტანგ ყველგელიძე და მოგობა მიწის და უამრავი მასალა მიწოდებული სამი წელია ამ მდგომარეობაში. მძიმე მდგომარეობაშია უკვე. აქ ქვემოთ რომ ეს დარბაზი დაიგეგმა, გადაწყვეტილი იყო რომ უნდა დახურულიყო, ეს მფლობელი აცხადებდა რომ მითხრესო რომ ვაკეთებდი ამ დარბაზს რომ ჩვენ დაგეხმარებით გადაიხურებაო ხელისუფლებამო. მე ვეკითხებოდი თქვა ბატონ მერაბსაც ვკითხე რომ რა ხდება მან აიღო თავის თავზეო თუ აქ შეუშვებდითო ჩვენო გადახურავდა ამ შენობასო ის ასე მეუბნებოდა ეს ბატონი სიკო მეუბნებოდა რომ ნაწილობრივო ის მოაწოდებსო მასალას მე გადავხურავ და ამასობაში გადის ეს წლები და აი იქცევა თანდათან ეს ჩამსხვრეულია აქედან იმათოლი ალბათ ახლა ჩაილეტა თუ ესე უკან ჩარჩო გაკდა ქარმა გადახა და ორფრივი მოხდა ასე და თუმცა დიდმა ქარმა ჩამოაგდა ისე უხვინალექი რომ მოდის ჩვეულებრივად რა თქმა უნდა წარმოვიდგინე და ეს საკალობა ამას დავატარებთ ამიტომ გამოვაჩოჩებთ იქ ამაზე ვაფარებთ ცელოფნაში გამოვწერთ აქეთ გეოლოგია დრო ესეთი ნივთები არ დაზიანდეს და ნესტი არ აიღოს და ვაფარებთ ამაზე ცელოფნებს და ის ცელოფანი ესე თუ ისე ინარჩუნებს და ესე თქვენ საპოტენციალო ხალხი რომ მოდის იმას ავიღოთ დავკეცავთ და ესე პატრონობთ რაღაც ბავშვების შემოყვანაც მეშინია უკვე სკოლის ბავშვებისთვის ეს იყო ყოველდღიური ყოფა აქ შემოდიოდნენ აქ ნახულობდნენ თავშესაფარს ასეთია და ყველა წუთში უხარო და თახემოიყო მეშინია რომ შემოვიყვანო რა დაეცემა თავში რა ვიცი ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს და მე ვიღებ პასუხისგებლობას ხო ამ შემთხვევაში მეშინია რომ შემოვიყვანო ბავშვები ეს არის 7 წლის წინ გადაღებული კადრები გურიანთის მუზეუმში და იქ დღესაც იგივე მდგომარეობა ისევ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის შენობის საკითხს მიუბრუნდები 2018 წლის 6 დეკემბერს ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის აღდგენის პროექტი შეიძინა რეაბილიტაციის პროექტს რომ ეძახიან რომლის ღირებულება გახლდათ 1,428,000 ლარი. ასევე გავრცელებული ოფიციალური ცნობით ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის აღდგენა 2019 წელს იგეგმებოდა. ოზურგეთის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები როგორც შიგნიდან ისე გარედან დასრულდა 5 წლის წინ 2020 წლის ივნისში გათბობა გაგრილების და
კონტროლის სისტემები დაამონტაჟეს და დარჩა ექსპოზიციის და შიდა ინტერიერის მოწყობა. ამისთვისაც გაიღო მერიამ თანხა დაახლოებით 60 თუ 70,000 ლარი ზუსტი თანხა მე არ ვიცი სამუშაოები შეასრულა ბატონ კახა ტრაპაიძის ფირმამ შეგახსენებთ რომ ეს ის კახა ტრაპაიძეა რომელმაც გელათის მონასტრის გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის ეთერში გასვლამდე ოზურგეთის მუზეუმის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ქალბატონ ლანა ქავთარაძეს ვესაუბრე. მისგან შევიტყვე რომ კულტურის სამინისტრო მათ დაპირდა ექსპოზიციის მოწყობაში დახმარების აღმოჩენას და ახლა ახალი ხარჯთაღრიცხვა უნდა გავაკეთოთ და სამინისტროში გადაგზავნოთო ეს დაპირება ძალიან კარგია თუ საქმეთ გადაიქცევა მთლად უკეთესია მაგრამ დაპირება ბევრი ვიცი და ერთ შეგახსენებთ სულხან-საბას ძეგლის აღდგენას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მოქმედი და ყოფილები 2013 წლის დანკვირდებიან მეც ობიექტივის თანამშრომლებსაც რომლებიც ვეკითხებოდით და ვეკითხებით დღემდე მაგრამ ჯერ არაფერი არ გაკეთებულა იმედია იგივეს არ ვეტყვი ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმზე ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მუზეუმმა სახე შეინარჩუნოს და იქ იგივე არ დატრიალდეს, რაც მაგალითად სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში გაკეთა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდეგ ჯანაშიას მუზეუმიდან საქართველოს ისტორია აალაგეს და ფონდებში ჩაიტანეს. სანამ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს პრობლემები შეექმნებოდა, იქ საექსპოზიციო სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დამთვალიერებელი ეცნობოდა ამ მხარის, ანუ გურიის ისტორიასა და კულტურას, ცალ-ცალკე მოწყობილი ექსპოზიციების მიხედვით. მე ამით დავასრულებ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის შესახებ მასალების წარმოდგენას და ინფორმაციის მოწოდებას და დაგემშვიდობებით მომდევნო გადაცემამდე კარგად გრძანდებოდეთ.